იმერეთის რეგიონში დიდ თოვლობის გამო 100-ზე მეტი სოფელი კვლავ გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. სოფლებში თოვლში ჩარჩენილი მოსახლეობა გზების გაწმენდას, ელექტროენერგიას, ავადმყოფებისთვის საჭირო მედიკამენტებსა და საკვების მიწოდებას ითხოვს. იმერეთის რეგიონების დასახმარებლად გურიის მსგავსად მოხალისეები არიან მობილიზებულები, რომლებიც კარდაკარ დადიან და სოფლის მაცხოვრებლებს ეხმარებიან. მეგობრებო, ეხლა ჩავედით ბაღდადში, გითხრეს რომ თბილისის ქუჩაზე 36 ნომერში 3 მცირეწლოვანი ბავშვი ყავთ. და პირველი სოფელში უბნამდე ვცდილობთ რომ ავიდეთ თბილისის ქუჩის 36 ნომერში. ამ წუთში ამ მდგომარეობაში ვართ, გაეჭედა უკვე მანქანები და შემდეგი დაახლოებით 2-3 კილომეტრი მოგვიწევს ფეხით ასვლა, რომ სურჩანთებით პროდუქტები ავუტანოთ. დაახლოებით კილომეტრი ნახევარი გავიარეთ უკვე და გვეუბნებიან რომ დაგვრჩა კიდე ალბათ სადღაც 500-800 მეტრი. და ეხლა გაჩვენებთ რამხელა თოვლში ვართ. ანუ ეს არის ავტომანქანის მინა. კარგად რომ გამოსდის. ავტომანქანის მინა, ავტომანქანა არის დაფარული, შემდეგ კიდე ეს თოვლის საფარი ზემოდან აქვს. ანუ ამის ქვემოთ ეხლა ჩვენ რაზეც ვდგევართ ალბათ ადვილი წარმოსადგენია თოვლის სიმაღლე. პირველი მისამართი რაც მოგცეს 3 მცირეწლოვანი არის ოჯახშია და აგერ არის ოჯახი, ამოვედით აგერ გივით, სულ გაუკვალავში არა. ძმას გაუმარჯოს. დაუტოვეთ პროდუქტებს, მედიკამენტებს და შემდეგ წავალთ სოფელ შუბანში. გარე სამყაროს მოწყვეტილი მოქალაქეები საკუთარი საჭიროებების შესახებ Facebook ჯგუფში წერენ, რომელიც სპეციალურად იმერეთის დასახმარებლად შეიქმნა. სწორედ აქ დადებული ინფორმაციის შემდეგ ხდება მოხალისეების მიერ მათი დახმარება. მეგობრებო, მეორე მისამართი რაც მოგცეს სოფელ ფერსაჩი, ქალბატონი დარეჯანი გელხვიძე, ამოვედით აგერ ბიჭები, ამოვ პროდუქტი, მედიკამენტები. აი ეს არის ქალბატონი დარეჯანის სახლი. დაუტოვებთ ეხლა ყველაფერს და შემდეგ გავაშურებით სხვა მისამართზე. დღეს შევეცდებით რომ მოვილიოთ ის მისამართები, რომლებიც გვაქვს ბაღდადის რაიონში. დიდ თოვლობა იმერეთში 4 დღიანი ინტენსიური თოვლის შედეგია. რეგიონის ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარი 2 მეტრს აჭარბებს. მოსახლეობა დამოუკიდებლად ცდილობს გაუმკლავდეს პრობლემებს, თუმცა მათი რესურსი ამისთვის საკმარისი არ არის. ეს არის ჩვენი დღევანდელი 27 თებერვალი. ვაიმე და ჩავართ თოვლში. სად არის? მანქანა აღარ ჩანს, საერთოდ დამალულია, პატარად ჩანს კიდე. ასეთია ჩვენი მდგომარეობა ჩვენს ეზოში. ხარაგაულის რაიონის სოფელი ქვევია. კრანი პატარათი ჩანს კიდე, სადღაც ეს თოვლით ხოლმე, თორე ტარაველი უკვე ამოვსილია თოვლით. ეს არის ევანდელი ხუთშაბათის დილა. სამთარი არ გვეშვება, თოვლი ისე მოდის. აჰა. 2 მეტრ ნახევარი მაინც არის ეს ტარაბელი, აგერ მიდია უკვე წვდები ხელით. ასე ვართ უპატრონობით. შუქი გვაქვს თავარია, შუქი გვაქვს მეტი არაფერი. გზა გასაწმენია, მატარებლები არ დადიან. იყავით სახლში, მშვიდად წყარად გაგებით მოეკიდეთ ყველაფერსო. ჩვენც უჯერებთ, რას ვიზავთ. აი ესე ჩვენი არანაკლები გურია. საერთოდ ჩაიკეტა ეზო. გარეთ ვერ გავდივართ. ესეთი სიტუაცია არის ჩვენთან. ძალიან დიდი უზღვავი თოვლი. არანაირი გზა, არანაირი კვალი.
თოვლობის შედეგად იმერეთში წარმოქმნილი პრობლემების გასარკვევად დღეს ქუთაისში ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩავიდნენ. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ისინი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. კობახიძის თქმით, არის სოფლები, სადაც კომუნიკაცია ვერ ხერხდება, თუმცა იქ შესვლას მისი მტკიცებით სამაშველო სამსახურის დახმარებით მაქსიმალურად ცდილობენ. მოვისმენთ ინფორმაცია იმერეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. შტაბი არის მობილიზებული 5 მუნიციპალიტეტია, სადაც შედარებით რთული ვითარება. რამდენიმე ჩაგდილი სოფელი არის, სადაც ვერ ხერხდება კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ზოგადად სოფლების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, სადაც შეზღუდულია კომუნიკაცია, თუმცა მაქსიმალურად სხვადასხვა ფორმის ცდილობენ სოფლებში შესვლას. ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე სამაშველო სამსახური. ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც არის, თუმცა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები და უკვე ამ დღეების განმავლობაში ბევრგან არის აღდგენილი, ბევრი აბონენტისთვის არის აღდგენილი ელექტროენერგიის მიწოდება. რთული მდგომარეობა არის ჯერ კიდევ ბევრ ადგილმდებარეობაზე, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ყოველსაათობრივად რეალურად ვითარება უმჯობესდება. მთავარია რომ სრულად მობილიზებული იყოს შტაბი შემდეგი დღეების განმავლობაშიც. ვფიქრობ, რომ 2-3 დღეში უკვე არსებითად პრობლემის არეგულირება გახდება შესაძლებელი. იმერეთის რეგიონში ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 20,000-მდე აბონენტს, ბუნებრივი აირი კი 1603 აბონენტს. იმერეთის გუბერნატორის ლევან ზალკალიანის თქმით, იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება. იმერეთში 4 დღეა ინტენსიურად თოვს, 12-ვე მუნიციპალიტეტში არსებული ტექნიკით მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა ქალაქის ქუჩებისა და სოფელთან მისასვლელი გზების წმენდა. დილით წმენდაში 158 ერთეული ტექნიკა ჩაერთო, ისევ გასახსნელი რჩება 103 სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 20,000-მდე აბონენტს და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 1600 აბონენტს. სასწავლო პროცესი ისევ შეჩერებულია გარკვეული მუნიციპალიტეტების სკოლებსა და ბაღებში.